Ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ გადაცემის შემდეგ ეპიზოდში, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე ყველაზე ხმაურიან მოვლენებზე საქართველოში. თუმცა, გუშინ იმდენად მნიშვნელოვანი ინტერნაციონალური მოვლენა მოხდა, რომ გვიწევს ქართული თემებიდან გადახვევა და ამის განხილვა, რადგან, რეალურად მთელი მსოფლიო ამაზე საუბრობს. რაც გვახლავს, რა თქმა უნდა, ის რომ გამოვიდა ტახი მახოს მესამე სეზონის მეათე სერია. ასე რომ ყველა გადაბრძანდით YouTube-ზე ყველა ამას განიხილავს. იაპონიიდან დაწყებული, კაი. მოკლედ, გუშინ ბატონი ტრამპის მეთაურობით ამერიკელმა სპეცრაზმელებმა შეიპყრეს ვენესუელის პრეზიდენტი და მისი მეუღლე თავიანთივე ქვეყანაში, ვენესუელაში და გადააბრძანეს ამერიკაში, სადაც ისინი წარსდგებიან სასამართლოს წინაშე. ხა რეალურად მსოფლიო დაბნეულია, არიციან როგორ მიუდგნენ ამ საკითხს, ყველა აბსოლუტურად მართლა მხოლოდ თავის აზრებს იძახის რა, იმიტომ რომ არ არსებობს ერთი მართალი ჩამოყალიბებული რაღაცა სვეტი სინათლის, რომლისკენაც ყველა მივემართებით, იმიტომ რომ ერთის მხრივ ვენესუელის ხალხს თვითონ უხარია, ბედნიერები არიან ეგრეთ წოდებული დიქტატორის ჩამოშორება, იმიტომ რომ ეხა დიქტატორს არ ქმევს ხალხი, ხო, რომ დიქტატორია და ასე შემდეგ, თორე თვითონ თავად წოდებული დიქტატორი არ ყოფილა, თვითონ იყო სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი, ბატონი ნიკოლას მადურო 2013 წლიდან მმართველი ვენესუელის და თუმცა ყველა მოიხსენიებდა და მას როგორც დიქტატორს, ქვეყანა მიდიოდა აბსოლუტური უკანალისკენ, არავინ ცხოვრობდა რეალურად ბედნიერად, რა თქმა უნდა ცხოვრობდნენ მაღალ ეშელონებზე მდგარი ხალხი ბედნიერად, მაგრამ ხალხს რეალურად არაფერი ხვდებოდა. რატომ? იმიტომ რომ სოციალიზმი არ მუშაობს. მუშაობს რა? კაპიტალიზმი, თუმცა ამაზე ვისაუბრებთ მოგვიანებით. მოკლედ, ბატონმა ტრამპმა გასცა ბრძანება, რომ გადმოიყვანათ პრეზიდენტი ამერიკაში და ამის კონკრეტული მიზეზი არც დაუსახელებია, დაახლოებით 2 თვე მიდიოდა ვენესუელაზე ეს ზეწოლა, ვენესუელის პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებები, სადაც ტრამპი იძახდა, რომ მოკლედ ვენესუელის პრეზიდენტიო ეხმარებაო ნარკოტრაფიკერებსო ვენესუელიდან ამერიკაში ნარკოტიკების შემოტანაშიო და ალბათ ძირითად მიზეზად მაგას ასახელებს, რადგან კონკრეტული მიზეზი მართლა არ უთქვამს, რაც იმაზე მიუთითებს, რა თქმა უნდა, რომ მუშაობს პოპულიზმი, ყოველთვის მუშაობდა და ყოველთვის იმუშავებს. ტრამპმა იცოდა, რომ ვენესუელის ხალხი პოზიტიურად შეხვდებოდა ამ ქმედებას და მაგიტომაც შეძლო ესეთი თავხედობა, რომ ტიპს პრეზიდენტი გაეტაცებინა საკუთარი ქვეყნიდან. რაც რეალურად უკიდურესი დონის მართლა თავხედობაა, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში რო იჭრები და იმათ პრეზიდენტს იტაცებ და შენკენ გადმოყავს და ეხა აქ ელოდება სასამართლოს, ვინ ხარ, ძმაო, ვინ ხარ, ხო, ის ხო არა ხარ, კალდუნა ხო არა ხარ და ცხელძაღლში ხო არ ვართ, რომ ვიღაც ტიპი მოვიპაროთ და რაღაც. წამო ძმა, ჩაჯექი მანქანაში, ბიჭო და გავისეირნოთ პროსტა და всё. კარგი, რეალურად რა ხდება ახლა? რეალურად რა თქმა უნდა ვერ ავხსნით, მაგრამ ჩემ აზრებს გეტყვით, რეალურად არა, რეალურად არა. ჩემ აზრებს გეტყვით. ვენესუელას აქვს ყველაზე დიდი მარაგი ნავთობის და სხვა შორის ბევრმა არ იცის, რომ ოქროსიც. რეალურად ვენესუელა არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და არა საქართველო, მეგობრებო, იმდენად მდიდარია ამ წიაღისეულებით. რასაც არ იყენებდნენ აბსოლუტურად, საკუთარი შესაძლებლობების მართლა 1%-ს იყენებდნენ, რადგან არა აქვთ მაგდენი ინვესტიცია ქვეყანაში, როდესაც კორუფცია არავინ აკეთებს რა, არავინ დებს რამოდენიმე მილიარდობით დოლარს, იმიტომ რომ მთელი ეს წიაღისეული რო ამოიღო, რა თქმა უნდა, რამოდენიმე მილიარდის ჩადებაა საჭირო, რომ ტექნიკა შეიძინო, ყველაფერი გადაანაწილო და დაიწყო ამ ყველაფრის ქაჩვა რა და მაგას არავინ აკეთებდა აბსოლუტურად. უბრალოდ ქაჩავდნენ რაღაცა 1%-ს, რომ პროსტა მადუროს ყოფნოდა რა, რომ სტეიკები ეჭამა და ხიზილალა ეჭამა და ასე შემდეგ და ხალხი ფეხებზე ეკიდა აბსოლუტურად და მაგიტომაც უხარია რეალურად ხალხს. ტრამპი, მოკლედ, მოდი გაჩვენოთ ტრამპი რას შეპირდა ვენესუელას რა მომავალი ელოდება, ამას გაჩვენებთ ამ ვიდეოს. going to go in, they're going to spend money, we're going to take back the oil that frankly we should have taken back a long time ago. შევლენო მოკლედ ამერიკული
ნავთობ კომპანიებიო და დავიბრუნებთ იმას, რაც გვეკუთვნისო. დავიბრუნებთ იმიტომ იძახის, რომ რამოდენიმე ათეული წლის წინ თუ არ ვცდები, ერთ-ერთმა კომპანიამ შეიძინა ვენესუელის ნავთობის უდიდესი წილი რა და შემდეგ მადურო რომ მოვიდა, ჩაუკეტეს ეს გზა და გადააგდეს ეს ამერიკული კომპანია და რეალურად ამერიკულ კომპანიას უნდა ამოეკაჩა მთელი ეს ნავთობი. და მაგიტო იძახის, რომ დავიბრუნებთ ამ ყველაფერსო. A lot of money is coming out of the ground. We're going to get reimbursed for all of that. We're going to get am ზიანს ავინაზღაურებთო რა. reimbursed for everything that we spend. So it's going to be a very important. This is a very big evening that took place last night. We have to be surrounded by safe, secure countries, and we. მნიშვნელოვანია რომ გარშემო ყავდეს დაცული სახელმწიფოებიო, მოკლედ რა, რომ ანუ მტრული სახელმწიფოები არ ყავდეს, იმიტომ რომ ვენესუელა იყო რეალურად რუსეთის პარტნიორი რა, ანუ რუსეთთან ესე იყვნენ რა. რუსეთი ურეკავდა ხოლმე პივის დასალევად და ამ დროს ვენესუელა და ამერიკა რაღაცა რეალურად 30 წუთის გზაზეა რა. გზა არ აქვს, მაგრამ 30 წუთის გზაზეა, მოკლედ რომ ჩავთვალოთ ეს და ამ დროს ვენესუელა урეკავდა ხოლმე რუსეთს, რომ წამოუპივა დავლიოთ და ამერიკას არ урეკავდა. ეს წყინდა ტრამპს. We also have to have energy, very important. We have to have energy that's real energy, not where they're getting 4% and 5% of the energy out of the ground. მოკლედ წეგან რო გითხარით რომ 1% თქო, ანუ ტრამპმა თქვა რომ 4-5%-ო. ტრამპს ენდობით თუ მე? მოკლედ საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ 4-5%-ს იყენებდნენო რა და ამას იღებდნენო სულ მიწიდანო მეტს არაო. ასე რომ ვენდოთ ბატონ ტრამპს. ჩემი სიტყვა უკანვე მაქვს სადაც თქვი 1%, რეალურად ყოფილა 4-5%. Take a look. It was such a disaster. So what's going to happen with Venezuela, I think, over the next period of a year is going to be a great thing. And the people of Venezuela will be the biggest beneficiaries. მოკლედ შემდეგი წლის მანძილზე რაც მოხდებაო ვენესუელაშიო, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებაო და ვენესუელის ხალხი ყველაზე მეტად ისარგებლებსო. ეს მართალია? კი, მართალია, მეგობრებო, რადგან კაპიტალიზმი ყოველთვის ჯობია, რა თქმა უნდა, სოციალიზმს, კომუნიზმს ყოველთვის ჯობია კაპიტალიზმი და აბსოლუტურად ყველა პროდუქტი შევა ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველაფერი ექნებათ და ჩვეულებრივ კაპიტალისტურ ქვეყნებში როგორც იქნება, ისე მოხდება ვენესუელაშიც რა, რომ ანუ თუ შენ გააქვს რაღაც შესაძლებლობა, ანუ თავარია ქვეყანაში იყოს ბიზნესის თავისუფლება რა და თუ შენ გააქვს შესაძლებლობა, შენით მიაღწევ წარმატებას და შენ შეიძლება ყველანაირი პროდუქციის ყიდვას. ან კომუნიზმი არ იქნება, რომ შენ თუ მეტს აკეთებ, უნდა გაუყო სხვას და ვიღაცას უნდა მისცე შენი ფული იმის გამო, რომ იმას უჭირს. გავიგე რომ უჭირს, მაგრამ მე 10 წელი ვშრომობდი, ხო? და იქნებ დამიფასდეს ჩემი 10 წლიანი შრომა და ვიღაცა რომ უსაქმურია, იქნებ იმას არ მინდა რომ მივცე, ხო ეს ყველაფერი. გავიგე რომ უჭირს, მაგრამ მეც მიჭირდა 10 წლის წინ და 10 წელი მეც მიჭირდა. ესაა კაპიტალიზმი. ეს არის იმ მომხრეც მე ვარ, რა თქმა უნდა, მაგიტომაც ვწერ ყოველ 2 დღეში ერთხელ YouTube ვიდეოებს, რომ მინდა რომ სხვებს გადავასწრო და მე რომ ვიშრომებ და მე რომ მივაღწევ, მე არ მინდა რომ ვიღაცა მოვიდეს და ეს შენი subscriber-ები უნდა გაუყო სხვას. რატო უნდა გაუყო სხვას? ესე იყო მოკლედ ვენესუელა, ეს არის რეალურად კომუნიზმის ჩარჩო, კომუნიზმის თავარი მოცემულობა, რომ ყველა უნდა იყოს თანასწორი და სოციალიზმის, რომ ყველა უნდა იყოს თანასწორი. რატო უნდა იყოს ყველა თანასწორი უკაცრავად? მე ყველაზე მეტს ვმუშაობ აქ იქნებ. და სხვა რატო უნდა იყოს ჩემი თანასწორი, ხო? მე მინდა რომ წარმატებას მივაღწიო, მე მინდა რომ Rolls-Royce მყავდეს, მე მინდა რომ იახტები და ის ყავდეს. რატო უნდა იყოს სხვა თანასწორი ჩემთან მიმართებაში, როდესაც მე ვმუშაობ ამდენს ვწვალობ. ეგ მოხდება ვენესუელაში. ხალხი კმაყოფილი იქნება, რა თქმა უნდა კმაყოფილი იქნება. მე ჩვეულებრივად წამოვა ეხა როგორც ქვეყანაში, ყველა ქვეყანაში ხდება, რომ ეს მდიდრები აკონტროლებენ ყველაფერს, ეგ ყველა ქვეყანაში ხდება, მეგობრებო, მაგრამ კაპიტალიზმის დადებითი მხარე ისაა, რომ აი თუნდაც თემურ ჭყონიას რო ვაკრიტიკებდი რაღაცა წინა პირველ ბოლოს წინა თუ ბოლო ვიდეოში, ეგაა რომ ანუ ადამიანმა იშრომა ეხა ამდენად პატიოსნა და შემდეგ არ აქვს მაგას მნიშვნელობა, მაგრამ აი თუნდაც თემურ ჭყონია რო ავიღოთ ქმნის აი რამოდენიმე ათასობით იმას ხო სამსახურს ხო რადგან ანუ იმყოფება მაღლა და ქმნის სამსახურებს და
ესე ხდება კაპიტალიზმში, ესე მოხდება ვენესუელაში. შევლენეს დიდი კომპანიები, კონგლომერატები, Walmart-ი, რა ვიცი, McDonald's-ი, Coca-Cola, ყველაფერი შექმნიან სამუშაო ადგილებს, დაასაქმებენ მილიონობით ადამიანს და ყველა იცხოვრებს ისე, როგორც შეეფერება ყველას. თუ რამის მიღწევა მოგინდება და თუ რამის პრეტენზია გექნება, შენით მიხედავ შენ ბიზნესს და შენ შეგეძლება განვითარება. კარგი, ეხლა ვისაუბროთ, ანუ ზოგადად მართებული იყო და გამართლებული იყო თუ არა სხვა ქვეყნის პრეზიდენტის მოტაცება. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, არა, მეგობრებო, იმიტომ რომ მართლა სიგიჟეა, ეხლა სხვა ქვეყანაში შეხვიდე პრეზიდენტი მოიტაცო იმის გამო, რომ ესე მინდა რა, მაგრამ ბატონმა ტრამპმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არც რუსეთი, არც ჩინეთი, არც ევროკავშირი, არც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და ამ შემდეგ არაფერს წყვეტენ. წყვეტს ის, ვისაც აქვს ძალაუფლება. წყვეტს ყველაფერს ის, ვისაც ყავს F-35 ბომბდამშენები. წყვეტს ის, ვისაც ყავს B-2 თვითმფრინავები, ხო? ეგ ხალხი წყვეტს. წყვეტს ის, ვისაც ყავს ტოტალურად, უკიდურესად მომზადებული სპეცრაზმი. ეგ წყვეტს მსოფლიოში ყველაფერს. და გაე რომ თუნდაც თქვა ახლა რომ იცი რა, ტრამპმა არასწორად გააკეთა. ხო, გაერო და ევროკავშირი ამ პუტინზეც იძახიან, რომ არასწორად გააკეთა. რას უშვებიან პუტინს? ხო? ვერაფერს. ტრამპს რას უზამენ? ვერაფერს. ასე რომ თავარია რეალურად ცხოვრებაში ძალაუფლება და შემდეგ ყველაფერს აკეთებ, როგორც ბატონმა ტრამპმა დაამტკიცა გუშინ. კარგი, ახლა გადავიდეთ ხალხის რეაქციებზე, რომელიც რეალურად ორადაა გაყოფილი და ზოგი ადამიანი ეთანხმება ამ ყველაფერს, ზოგი ადამიანი არ ეთანხმება ამ ყველაფერს. არ ეთანხმებიან, რა თქმა უნდა, პატარა ჯენზი, ახალი კომუნისტები, ვარდისფერთმიანები, რომლებსაც საერთოდ არც უნდათ ცხოვრებაში რამის კეთება, რომლებიც კმაყოფილები არიან აბსოლუტურად ყველაფრით, რომელთა ერთადერთი მიზანიც ისაა, რომ ტრანსები გახდნენ და ძუძუები ჩაიდგან ან პენისი მოიჭრან. ეგენი, რა თქმა უნდა, არ ეთანხმებიან, იძახიან, რომ ეს ყველაფერი როგორ შეიძლება, მაგრამ ნორმალური ჯანმრთელი ხალხი ეთანხმება ამ ყველაფერს, რადგან ნორმალურ ჯანმრთელ ხალხს მოსწონს კაპიტალიზმი და ის რაც ხდება ყველა პოპულარულ ქვეყანაში, თუნდაც საქართველოში. გაჩვენებთ ვენესუელაში რა ხდება ეხლა. არა, ეს არ არის დღევანდელი. ეს არის დღევანდელი. აგერ მეგობრებო, ვენესუელაში ხალხი აღნიშნავს ბატონი მადუროს ჩამოგდებას, მოკლედ ყველა ბედნიერია, ეს ნიუ-იორკია და ვენესუელელები აღნიშნავენ ბატონი მადუროს ჩამოგდებას. მოკლედ ბატონი მადურო ყველაფერს ეცადა, რა თქმა უნდა, თვითონ გამოვიდა ეს. მოკლედ რეალურად ეხა მე მაინტერესებდა მხოლოდ ერთი ადამიანის რეაქცია, რომელიც გახლავთ ბატონი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც განაცხადა თუ შესაძლებელია რომ დიქტატორებს ესე მოვექცეთ, მაშინ ამერიკა მიცის შემდეგი რაქნასო რა. სიცილით დღემილით თუ ვენესუელის პრეზიდენტს ესე მოიქეცთო, მიდიო ბარემო რა, რუსეთსაც მიხედეთო და საქმე რაშია მეგობრებო, აქ იყო არა მართლა რეალურად ის, რომ ხალხი გაათავისუფლეს და ასე შემდეგ. აქ იყო, რა თქმა უნდა, ამერიკის ინტერესების გატარება, რომელიც ემსახურება იმას, რომ ამერიკულმა კომპანიებმა ამოიღონ ეს ნავთობი რა, რაც ვენესუელაშია და ამას, რა ვიცი, წესით ყველა უნდა ხვდებოდეს და ბატონი ზელენსკი მოკლედ მიმართავს ამერიკას, რომ ხო, მიდითო ბიჭო, მიხედეთო რა პუტინსაცო და
მე რა თქმა უნდა უკრაინისკენ ვარ, კაცო, ხა არ თქვათ რომ რუსეთისკენ ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ აქ იყო რეალურად ძალის დემონსტრაცია და თუ ამას ვეთანხმებით, მაშინ აი რუსეთს რო ქონოდა იმის ძალა, რომ ზელენსკი გაეტაცებინა და იგივენაირად ნული რეაქცია მოყოლოდა საერთაშორისო ჯგუფებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, როგორც ამერიკის მიერ ვენესუელის პრეზიდენტის გატაცებას მოყვა, ამაზე მაინტერესებს რა რეაქცია ექნებოდა ბატონ ზელენსკის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა ამერიკის ძლევამოსილებამ. და რუსეთიც რო იგივენაირი ყოფილიყო და რუსეთსაც რო შეძლებოდა ზელენსკის გატაცება, მაშინ მაინტერესებს რამდენ დაეთანხმებოდა ესე სხვა ქვეყნის პრეზიდენტის გატაცებას, რადგან რუსეთსაც რეალურად ხო ეს უნდოდა, რუსეთს უნდოდა რომ კიევში შეეღწია, ზელენსკი ჩამოეგდო და всё რა, თავიანთი კაცი დაესვათ და კონტროლი განეხორციელებინათ უკრაინაზე. ტრამპმა რა გააკეთა? იგივე რაც პუტინს უნდოდა, უბრალოდ ტრამპს ქონდა ამისი ტრამპი, პუტინს არ ქონია ამისი ტრამპი. ხო და აი ამაზე ცოტა დავიბენი, ანუ ბატონ ზელენსკი რატომ არ ითვალისწინებს ამ ყველაფერს, რომ ტრამპმაც იგივე გააკეთა, რასაც პუტინი აკეთებდა. მაგრამ მოკლედ, როგორც თავიდან დავიწყეთ, ძალა არის ძალა და ყველა ვეტენებით ძლიერ ხალხს. ესე არის ბატონი ზელენსკიც. ვამტყუნებ არა რა თქმა უნდა. თუმცა ცოტა ისეთია რა. ორაზროვანი რო, ანუ თუ ამ ყველაფერს ეთანხმები, მაშინ რუსეთს იგივეს გიკეთებს და რაზე ხარ წინააღმდეგი, ხო? პროსტა რუსეთს არ შეუძლია და ამერიკამ შეძლო. всё, არ ვიცი მოკლედ. თქვენით გადაწყვეტეთ მეგობრებო, კომენტარებში დაწერეთ თქვენი აზრები, რა თქმა უნდა, აქ ვენესუელის ექსპერტებიც გამოჩნდებით კომენტარებში, რადგან ჩემი გამომწერები ყველაფრის ექსპერტები ხართ, ვიცი. არა, ზოგადად, ჩემი გამომწერები არა, კაცო, ქართველი ხალხი ზოგადად ყველაფრის ექსპერტები ვართ. ასე რომ, რა ვიცი, კოცნით მიყვარხართ, შემდეგ შეხვედრამდე.